კიდევ ერთი ვიდეო გადავწყვიტე და შემოგთავაზოთ და ამ ვიდეოს დავარქვი გამძლეობის 7 წყარო. საინტერესო სტატია შემხვდა და ამ სტატიამ მაფიქრებინა, რომ ამ მიმართულებაზე მელაპარაკა, მით უმეტეს, რომ ამ ბოლო დროს ემოციური ინტელექტის კონტექსტში და სხვა კონტექსტში გამძლეობაზე, ანუ resilience-ზე ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს და ძალიან ბევრი საუბარი მომიწია სხვადასხვა ფორმატში და ფაქტია არის, რომ გამძლეობა სჭირდება ყველას და გამძლეობა არის ჩვენი უნარი შევინარჩუნოთ ფუნქციონალობა, რესურსულობა, ანუ შევძლოთ, რომ გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც საჭიროა, მიუხედავად დარტყმებისა, ასე ვთქვათ, ხო? და მოკლედ გამძლეობა არსებობს სამი კატეგორიის, ეს არის ბიოლოგიური გამძლეობა, მენტალური გამძლეობა და სოციალური გამძლეობა. ანუ უნდა გაუძლოთ სხეულით რაღაცეებს, დაღლილობას, გადაღლას, რა ვიცი, ქარს წვიმას და რაღაცეებს, ასევე მენტალურად უნდა გაუძლოთ რაღაცეები, ცუდი რამეები ხდება ცხოვრებაში და სოციალურად ურთიერთობებშიც, რა თქმა უნდა, არის წყარო შეტევების რაღაცა ნეგატივების, რომელსაც გაძლება უნდა, ხო? გამძლეობის გამომუშავებაზე არ დავკონცენტრირდებით ამ ვიდეოში, მე მინდა ვილაპარაკო, რომ საიდან მოვიტანოთ ეს გამძლეობა, რა, ანუ გამძლეობა რო გჭირდება, ხვდებით, რაში გჭირდება და რატომ გჭირდება, ამასაც ხვდებით და აი ვისაც აქვს ეს გამძლეობა, მოკლედ საიდან მოაქვს ეს გამძლეობა, ამაზე გადავწყვიტე, რომ ეს პატარა ვიდეო გამეკეთებინა, ესე იგი. სულ 7 რაღაცაზე ვილაპარაკებთ, ესე იგი, ეს არის 7 ძირითადი წყარო და ძალიან კარგი იქნება, რომ დააკომენტაროთ თქვენი გამოცდილებით, როგორ არის, თქვენ როცა გასაძლები გქონდათ რაღაცეები და გადასატანი, თქვენი გამოცდილება ამ შვიდეულს ეყრდნობოდა თუ სხვა წყაროებს მიაგენით, ესეც გამიზიარეთ. მაინტერესებს, რა თქმა უნდა. პირველი, ესე იგი, საიდანაც მოდის გამძლეობა, ეს არის საქმის არსი და ჩვენი დანიშნულება. დანიშნულებაში აი მისია შეიძლება ვთქვათ, დანიშნულება, ეს შეიძლება იყოს პიროვნების დანიშნულება, შეიძლება იყოს ორგანიზაციის ან გუნდის დანიშნულება. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენი გამძლეობა მოდის იქიდან, რასაც ვემსახურებით, ანუ საქმის არსიდან, ხო? შეიძლება ძალიან გიჭირდეს რაღაცის კეთება, მაგალითად მშობლობა ძალიან ძნელია, მაგრამ იმის გააზრება, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მისია და მნიშვნელოვანი დანიშნულება, ეხმარება ადამიანს იმაში, რომ გამძლეობა მოიტანოს და ამიტომ, როცა პროფესიის არჩევაზე ველაპარაკებით ახალგაზრდებს, ვეუბნებით, რომ ისეთი საქმე უნდა აკეთო, რომ როდესაც სირთულეები მოვა ამ საქმესთან დაკავშირებული, მაინც შეძლო, რომ მოერიო ამ სირთულეებს და ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ შენთვის თუ შენი საქმის არსი კავშირშია პიროვნების შენ დანიშნულებასთან და ახლოს არის შენ დანიშნულებასთან, თუ თვლი, რომ კარგ და მნიშვნელოვან საქმეს ემსახურები, ეს შეგმატებს გამძლეობას და ყველას გვაქვს ესეთი მომენტი, როდესაც რაღაცნაირად გადაიღლები, ერთფეროვნება ჭარბობს ცხოვრების ზოგიერთ ეტაპზე, საქმეში იქნება თუ პირად ცხოვრებაში, მაგრამ მერე გახსენდება, რომ მნიშვნელოვან რაღაცას ემსახურები და შენ თუ არ გააკეთებ და შენ თუ ხელს ჩაიქნევ, შეიძლება სხვებმაც ხელი ჩაიქნიონ. მეორე წყარო ძალიან ხშირად გამძლეობის არის სპირიტუალობაში, ანუ სულიერებაში, ხო? ეს შეიძლება რელიგიური კუთხით გავიგოთ რელიგიურმა ადამიანებმა, მაგრამ შეიძლება არარელიგიური კუთხით გავიგოთ. სპირიტუალობა ზოგადად აღწერენ, როგორც იმის რწმენა, რომ ჩვენზე დიდი რაღაცა არსებობს, რა. სპირიტუალობის მაგალითია პატრიოტიზმი, როცა თვლი, რომ ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას. სპირიტუალობის მაგალითია, როცა თვლი, რომ კაცობრიობის ინტერესები, როგორც ერთიანი ორგანიზმის, ასე ვთქვათ, უფრო წინ დგას. სპირიტუალობის მაგალითია პლანეტის ინტერესებზე ზრუნვა, ასე ვთქვათ და მოკლედ ეს პირველ აი ამ დანიშნულების თემასაც უკავშირდება, რომ სპირიტუალური პრაქტიკები და ადამიანები, ვინც სპირიტუალურ პრაქტიკებს მისდევს, ეს იქნება რელიგიური სპირიტუალური პრაქტიკა თუ არარელიგიური, შეიძლება მედიტაცია იყოს, შეიძლება ლოცვა იყოს, შეიძლება იყოს სამყაროსთან და ბუნებასთან ერთობის რაღაცა ძალისხმევები, ჩვეულებრივ უფრო გამძლეებია ეს ხალხი და ბევრი ისტორია გვსმენია ბერებზე, მოღვაწეებზე, სპირიტუალურ მოღვაწეებზე, რომლებიც რაღაცნაირად ამაღლდნენ და ამ ამაღლებამ, სულიერმა ამაღლებამ ამ ხალხში გამძლეობის რაღაცა სასწაულები გამოიწვია, ხო? ჩვენც შეგვიძლია, შეიძლება იმ მასშტაბში არა, მაგრამ ნაბიჯები გადავდგათ აქ მიმართულებით.
მესამე წყარო არის კოგნიტიური, ანუ ცნობიერებითი და ემოციური მოქნილობა, ხო? ანუ ცხოვრება თუ დარტყმებს გამოუშვებს ჩემი მიმართულებით, მე თუ მზადა ვარ ცვლილებისათვის, მზადა ვარ რომ რაღაცას გადაუხვიო და მე დაუბრუნდე წინასწარ გზას, ან მზადა ვარ რომ ემოციურად რაღაც ემოციებს შევხვდე, ასე ვთქვათ, როგორც სტუმრებს და როგორც ნაწილს ცხოვრების, ანუ მოქნილობა თუ მაქვს, agility თუ მაქვს ცნობიერებაში და ემოციურობაში ეს დამეხმარება რომ გამძლევიყო, ხო? აი თქვენ იცით ალბათ რომ ცათამბჯენებს, იმიტომ რომ ქარს და მიწისძვრას გაუძლონ, აძლევენ საშუალებას რომ იქანაოს, იმოძრაოს, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ რომ რაც უფრო მყარ სტრუქტურას შექმნი შენ ცნობიერებაში და ემოციებში, მით უფრო ძნელი იქნება რომ დარტყმების შედეგებს გაუძლო. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ ყველაზე გამძლე ადამიანები ურყევები კი არ არიან. პირიქით რყევის უფლებას და საშუალებას აძლევენ თავის თავს, ეს არ ცulis, ასე ვთქვათ, მათ გამძლეობას და მათ სიმტკიცეს, ხო? სანამ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს, გამძლეობის წყაროებზე, მადლობა გადავუხადოთ ამ ვიდეოს სპონსორებს. სანამ თემას დავუბრუნდებით, ერთი სათხოვარი უნდა გაგიზიაროთ. Flowmaster-ის YouTube არხის და ამ ვიდეოს სპონსორები არიან ჩვენი პრაქტიკული ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. მენეჯმენტის, პროექტების, ბიზნეს კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, საოფისე უნარების მიმართულებით. მინდა გთხოვო შეხვიდე ვიდეოს აღწერაში და შეგვივსო ფორმა, სადაც გაგვიზიარებ რა თემებზე გაინტერესებს და გჭირდება ტრეინინგები შენ და შენს ორგანიზაციას. Ჩვენ ტრეინინგების ყველა დეტალი ასევე არის ჩვენ საიტზე flowmaster.g. დარეგისტრირდი და შემოუერთდი უახლოეს ჯგუფებს. გავაგრძელოთ საუბარი გამძლეობის 7 წყაროზე და მეოთხე წყარო არის ტვინისა და სხეულის ჯანმრთელობა. ანუ გამძლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამძლეობისთვის რომ სხეული იყოს ჯანმრთელი და ეს უკავშირდება ძილს, უკავშირდება ჯანსაღკვებას, უკავშირდება ვარჯიშს და ფიზიკურ აქტივობას, ასევე ტვინის ჯანმრთელობა, ანუ ჩვენი ფსიქეს ჯანმრთელობაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს, ანუ ჩვენი ცხოვრების წესი რაც უფრო მეტად შესაფერისი იქნება ჩვენი ჯანმრთელობის, მით უფრო მეტი რესურსი გვექნება, როდესაც დაგჭირდება, რომ შევეწინააღმდეგოთ, ასე ვთქვათ, აი ცხოვრების დარტყმებს, ხო? და ძალიან ხშირად ის ადამიანები, ვისაც მე ველაპარაკები და ვისაც ძალიან უჭირს კრიზისულ და რთულ სიტუაციებთან გამკლავება, როცა გადავალთ საუბარზე, რამდენად ადეკვატურად ძინავს, რამდენად ადეკვატურად იკვებება და ასე შემდეგ, მოკლედ აღმოჩნდება, რომ პრობლემა მანდარი და სხეულს და გონებას არ აქვს რესურსი, ასე ვთქვათ, რომ გაუძლოს დამატებით დატვირთვებს და მე ჩემ თავზეც გამომიცდია ეს ნეგატიური გავლენა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა გამძლეობის ფიზიკური ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ხო? მეხუთე სერიოზული წყარო გამძლეობის, მენტალური და ფიზიკური გამძლეობის მათ შორის და სოციალურის არის სამაგალითო ხალხი, არის role models, რასაც ეძახიან, ეს არის ის ადამიანები, ვინც შეიძლება ჩვენ გვერდით იყვნენ, შეიძლება ისტორიული ფიგურები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში ყველა ადამიანი პოულობს გამძლეობის დამატებით რესურსს იმ ადამიანების მაგალითით მიდევნებას. ეს მაგალითი ვისია პოლიტიკური მოღვაწეები იქნებიან, წმინდანები იქნებიან, სხვადასხვა რელიგიის იქნებიან, თქვენი აღმზრდელები, მასწავლებლები, ხელმძღვანელები და ასე შემდეგ, ან უბრალოდ მეგობრები, ვინც ძალიან გამძლეა თქვენი აზრით, ეს სამაგალითო ხალხი და მათზე ფიქრი და მათი გააზრება და მათთან კომუნიკაცია, როცა ამის საშუალება არსებობს, მნიშვნელოვანი წყარო არის ჩვენი გამძლეობის. მეექვსე წყარო ჩვენი გამძლეობის არის სოციალური მხარდაჭერა. ნათქვამია, რომ შენი ცნობიერება არის უღრანი ტყეო და იქ მარტო არ წახვიდეო და ადამიანი არ არის მარტო ბრძოლისთვის შექმნილი. ჩვენ ვართ სოციალური არსებები და ჩვენ გვჭირდება სოციალური მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, ჩვენ გვჭირდება თანამოაზრეები, ჩვენ გვჭირდება მენტორები, მასწავლებლები, მიმდევრები, მოსწავლეები და ასე შემდეგ, ხო? ყველაზე გამძლე ადამიანები თავის გამძლეობას ნაწილობრივ თავისი სოციალური წრიდან იღებენ და სოციალურ მხარდაჭერას იღებენ და ამაში არაფერი დასაძრახი არ არის, პირიქით
სისუსტის ნიშანი კი არ არის, ძლიერების ნიშანია ის, რომ ადამიანს შეუძლია დახმარება მოითხოვოს და მადლიერებით მიიღოს და ეს მნიშვნელოვნად გაგაძლიერებთ და მეშვიდე წყარო გამძლეობის არის, რომ თქვენ თვითონ მიაგნოთ თქვენ შიშებს და წინ აღუდგეთ, ასე ვთქვათ, ანუ ნაბიჯი გადადგათ ამ შიშების დასაძლევად და ამაზე ძალიან ბევრი მისაუბრია ჩემ მეგობრებთან, ბევრი წამიკითხავს და მე თვითონ ძალიან ვცდილობ, რომ ის შიშები, რაც გამომყვა, ასე ვთქვათ, ბავშვობიდან რაღაცა წუხილები, შფოთვები, შევეცადო, რომ რაღაცნაირად დაუმტკიცო ჩემ თავს, რომ არ არის საშიში ისეთი, როგორიც მე მეჩვენებოდა და ესე იგი ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ არაფერია საშიშიო ცხოვრებაში თვით შიშის გარდაო. There is nothing to fear except fear itself, ხო? ანუ თვითონ შიში რო გააქვს და ამ შიშს რო დაატარებ, ეს არის ყველაზე საშიში ამბავი და ამიტომ გამძლე ადამიანები ცდილობენ, რომ თავის შიშებს გაემიჯნონ რაღაცნაირად, შეებრძოლონ და დაამტკიცონ და ხშირად აღმოჩნდება, რომ ის შიში, რომელიც თქვენ მოგაქვთ ბავშვობიდან თუ ახალგაზრდობიდან თუ საიდანღაც, საქმეზე რომ მიდგება და წინ რო აღუდგებით, თვალებში რო ჩახედავთ, აღმოჩნდება, რომ არც ისეთი საშიშია, ესე იგი, როგორც გვეჩვენებოდა. ეხლა პრაქტიკულად რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ეს ცოდნა როგორ გამოვიყენოთ. პირველ რიგში მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-იც და ჩვენც ამით ვხვდებით, როგორ ვიდეოების მოსმენა გინდათ მომავალში და კვირაში ერთხელ ვათავსებთ ახალ ვიდეოს ჩვენ არხზე. გაანალიზეთ თქვენი გამძლეობა, ესე იგი ამ 7 მიმართულებით, რამდენად გამძლე ხართ, რა სიტუაციებში ხართ გამძლე, რა სიტუაციებში არ ხართ გამძლე, დაფიქრდით, საიდან მოვიდა ის გამძლეობა, როდესაც თქვენ ამაყობთ თქვენი თავი წარსულში, რაც აქამდე გამოიჩინეთ, ის გამძლეობა საიდან მოდიოდა, იმიტომ რომ იმავე წყაროდან მოვა მომავალი გამძლეობა. დაასახეთ გაუმჯობესების მიმართულებები, შეიძლება უფრო უკეთესი სოციალური მხარდაჭერა გჭირდებათ. შეიძლება შიშებს უნდა შეებრძოლოთ, შეიძლება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის კუთხით გაქვთ სამუშაო, შეიძლება სამაგალითო ხალხთან გჭირდებათ კომუნიკაცია, მოკლედ დაასახეთ გაუმჯობესების მიმართულებები და იფიქრეთ, საიდან შეიძლება მოვიდეს თქვენი გამძლეობის დამატებითი ენერგია და ამ გეგმას რო დასახავთ, შეუდექით ყოველდღიურ ვარჯიშს. მარტო ის კეთდება, რაზეც ყოველდღე დაიხარჯება თქვენი დრო და თქვენი მენტალური და ფიზიკური ენერგია. შედეგები აუცილებლად დადგება, ეტაპობრივად, მაგრამ აუცილებლად დადგება. სულ ეს იყო, რაც ამ ვიდეოში მინდოდა მესაუბრა. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.